Სადამდე მიიყვანს ივანიშვილის პოლიტიკა ქვეყანას, რა ეკონომიკური საფრთხის წინაშე აღმოჩნდება საქართველოს რამდენიმე თვეში. ოლიგარქის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების გამო ამ წუთებში თბილისში ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით მრგვალი მაგი დაიმართება. სხვადასხვა ასოციაციის, ბიზნეს წრეების, სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები მოსალოდნელ და გამოუსწორებელ ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობენ, რომელიც ოცნების არასწორ ნაბიჯებს მოყვება. Ყველა თანხმდება, რომ ახლა ერთადერთი გამოსავალი ამ ვითარებიდან არის ახალი არჩევნები, რადგან საქართველოს პარტნიორებისთვის უკვე სანდო აღარ არის. ნინი ბალანჩივაძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში, შეხვედრის დეტალებით გისმენინი. ქვეყანა არის შესული ეკონომიკურ კრიზისში, რომელიც გამოიწვია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ და ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა. ეს არის ის განცხადებები, რომელიც ჩვენ დღეს მოვისმინეთ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლების მხრიდან. ბიზნესის წარმომადგენლები ექსპერტებთან ერთად ამ წუთებში მართავენ კონსულტაციებს მრგვალი მაგიდის ირგვლივ, რა იქნება გამოსავალი და ისინი აკეთებენ ასევე პროგნოზებს, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები და პროგნოზი არის ძალიან მძიმე. ჩვენ საუბრობთ სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს და ისინი პირდაპირ ამბობენ იმას, რომ დაახლოებით 2-3 თვეში უკვე ეკონომიკური კოლაფსის წინაშე დავდგებით, ვინაიდან გამოწვევა ეხება ყველა სფეროს და ამ გამოწვევის წინაშე და ეკონომიკური კრიზისის წინაშე დადგება საქართველოში მოქმედი ყველა ბიზნესი და ბიზნეს წარმომადგენლები. ისინი ყურადღებას ამახვილებენ სანქციების ეფექტთან დაკავშირებით, ამბობენ იმას, რომ მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დაასანქცირეს ქართული ოცნების მაღალჩინოსნები. ეს არის პირდაპირ სიგნალი ინვესტორებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში დებდნენ ინვესტიციებს საქართველოში, რომ მათთვის უკვე საქართველოს და საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება აღარ არის სანდო. ბიზნესის წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ ცოტა ხანში ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდება და მათ შორის ეს სანქციების ეფექტი შეეხება საბანკო სექტორსაც, რომელმაც უნდა აღასრულოს ის სანქციები, რომელიც დაწესებული არის უკვე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ბიზნესის წარმომადგენლები და ასოციაციები ასევე მიმართავენ სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ ადამიანებს. ისინი ამბობენ, რომ სწორედ ბიზნესიდან შედის თანხები ბიუჯეტში და ამ ბიუჯეტიდან შემდგომ ხელფასებს იღებენ სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული ადამიანები, საჯარო მოხელეები და ახლა დრო არის, რომ მათ აიმაღლონ ხმა და სწორედ დადგნენ თავისუფალი ბიზნესის გვერდით. დღეს ჩვენ ასევე ვესაუბრეთ საფრანგეთის სავაჭრო პალატის წარმომადგენელს და მან პირდაპირ თქვა ჩვენთან საუბარში, რომ საფრანგეთის ფრანგული კომპანიებისა და ფრანგულ პალატაში გაწევრიანებული კომპანიებისთვის სანდო აღარ არის ის გარემო, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ არის შექმნილი საქართველოში. სანქცირებული შინაგან საქმეთა მინისტრი, სანქცირებული პრემიერ-მინისტრი და სანქცირებული მთავრობა, ეს არ ვიცი რა გითხრათ, არის ჩიხი, რომელიდანაც მხოლოდ ერთადერთი გამოსავალია, ეს არის ახალი არჩევნები. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ეს ძალიან მოკლე პერიოდში ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, იმიტომ რომ სხვანაირად ნახეთ, მითხარით, აბა რა გამოსავალია, ვინმე მთქვას რა შეიძლება გაკეთდეს და ვინმე თუ იტყვის, რომ ტრამპის ახალი არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი ადმინისტრაცია ამ სანქციებს გაუქმებს, ეს იქნება აბსოლუტურად ისეთი მე ვიტყოდი ნონსენსი. შემიძლია თქვა ფრანგული კომპანიების ან ფრანგულ პალატაში გაწევრიანებული კომპანიების სახელით, რომ პრინციპში ყველა სექტორში კრიზისია. განსაკუთრებით ეს ეხება რა თქმა უნდა ტურიზმის სექტორს, მაგრამ არა მარტო. რო ავიღოთ საცალო ვაჭრობა და ასე შემდეგ, სხვა ყველა სექტორს ეს კრიზისი შეეხო და უფრო გაღრმავდება. უნდა შეიცვალოს რაღაცა, რა უნდა შეიცვალოს, ყველასათვის გასაგებია, ეს არის რომ საქართველოს დაუბრუნდეს ევროპულ გზას და ამისთვის სხვა გამოსავალი არ არის, გარდა იმისა, რომ იყოს ახალი არჩევნები. ეს ხალხი ჩვენი ქვეყნის წამყვან თანამდებობებზე არის და გამომდინარე თქვენს კარგად იცით, რომ ეს ბევრ მათ პიროვნებას ანათესავს, აქვს ორგანიზაციები და შესაბამისად ეს სანქციები გავრცელდება შემდეგ ამ პირებზეც და ბანკები აღმოჩნდებიან ძალიან მძიმე პირობებში, იმიტომ ყველას რო შეუჩერონ ანგარიშები ეს არასასიამოვნოა და თუ არ შეუჩერებენ, მაშინ მეორადი სანქციების ქვეშ შეიძლება ბანკებიც აღმოჩნდნენ. დღეს თუ ლარი დოლართან მიმართებაში არის 2 დარვა,
შეიძლება ერთ თვეში გახდეს 4, 5, 6 და დამიზღაოს კუპონს. იმიტომ რომ მისი გამყარების საშუალებას ეროვნული ბანკი ვეღარ შეძლებს, იმიტომ რომ ლარი პირდაპირ მიბმულია ეკონომიკაზე. თან გამომდინარე საზოგადოებისთვის ის ვინც ბიზნესშია ის ძალიან კარგად იცის და საზოგადოება რომელიც ბიზნესში არა და განსაკუთრებით სახელმწიფო სექტორში მუშაობს, მათ კარგად უნდა იცოდნენ რომ ის ხელფასები რომელსაც იღებენ იმ გადასახადებიდან რომელსაც ჩვენ ბიზნესი ვიხდით. აქედან გამომდინარე ჯობია რომ დაფიქრდეს საზოგადოება და ეს თქვა დროზე მივიდეს ერთ გადაწყვეტილებამდე რომელმაც შეიძლება ქვეყანა ეკონომიკის ნაწილში გამოიყვანოს. არ არსებობს სოფლიოში ქვეყანა რომელსაც ასანქცირებდეს ამერიკის შეერთებული შტატები და ის ითვლებოდეს მის პარტნიორად. ძალიან მარტივი ფორმულა არის და ამ მარტივი ფორმულის წინააღმდეგ თუ არ გადაიდგა ნაბიჯები, უბრალოდ უკან დასაბრუნებელი გზა იქნება ძალიან რთული. და ჩვენ აღმოჩნდებით იქ, სადაც ერთდროს ვიყავით და შემდეგ თავიდან პარტნიორების მოძებნა თუ თავიდან აშენება ის, რაც უკვე აშენებდა, ურთულესი იქნება. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკამ უკვე მოიტანა მძიმე ეკონომიკური შედეგები, ეს ეხება როგორც ტურიზმის სფეროს, ასევე ცარიელი არის რესტორნების სასტუმროები, ეს არის განცხადებები, რომელიც ჩვენ დღეს მოვისმინეთ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლების მხრიდან და ეს კრიზისი ცხადია კიდევ უფრო გამძაფრდება სწორედ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც ატარებს ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება. ახლაც მიმდინარეობს ამ წუთებში შეხვედრა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შორის. ჩვენ ცხადია ამ შეხვედრის შემდგომ მოვისმენთ ექსპერტების მოსაზრებასაც რა უნდა იყოს გამოსავალი, როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესები, რა იქნება ის შედეგები, რასაც მოიტანს ეს პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს ივანიშვილი, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ ვიცით, უკვე არის ორი მოთხოვნა. პირველი ის არის, რომ უნდა გათავისუფლდნენ დაუყოვნებლივ პოლიტპატიმრები, რომელიც დააკავა ბიძინა ივანიშვილის პოლიციამ და მეორე და მნიშვნელოვანი არის ქვეყანაში ჩაინიშნოს ახალი არჩევნები, ვინაიდან ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები სხვა გზას ვერ ხედავენ კრიზისის დასაძლევად.